რას დავბიდი? იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემდა. მოსკოვის სასამართლო განიხილავს რუსეთისა და უნგრეთის მოქალაქის გრიგორი ალფეევის საჩივარს. სახელისა და ღირსების შეურაცხყოფის გამო, რამაც დააკარგინა არ მხოლოდ გარშემომყოფთა პატივისცემა, არამედ ამ ქვეყნიური დიდებაცა და პატივიც. მის საქმეში კი ღირსება პროფესიული ნიშანია, უნდა იყოს. სანამ უპასუხებდა კითხვას, ვინაა გრიგორი ალფეევი და რატომ გიყვებით მის ამბავს, ჯერ კიდევ გაგვდრო რომ მოიწონოთ ჩვენ პოდკასტი YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. დადგა ჭეშმარიტების მომენტი. ფარდა აიწევს და გამოჩნდება გრიგორი ალფეევი, რუსეთისა და უნგრეთის ორმაგი მოქალაქე. ბევრს დარწმუნებული ვარ გეცნობათ. რა? არც ასე? ასე უფრო რა თქმა უნდა. მიტროპოლიტი ილარიონი 2022 წლამდე მეორე კაცი კირილეს შემდეგ და საპატრიარქო ტახტის ყველაზე რეალური პრეტენდენტი. მოსკოვის საპატრიარქოს საერთაშორისო განყოფილების ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თანამდებობიდან უცებ რატომღაც გაათავისუფლეს და უნგრეთის ეპარქიაში გაამწესეს. Во имя Отца и Сына и Святаго Духа. ბარემ თავიდანვე გეტყვით. ილარიონი შარშან უნგრეთიდანაც მოხსნეს და ჩეხეთში, კარლოვე ვარიში მიავლინეს. წოდების შენარჩუნებით, მაგრამ კათედრის გარეშე. ხელქვეითებთან არასათანადო მოპყრობისა და ბერისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის გამო. არასათანადო და მიუღებელი ბერი ილარიონისთვის. ეს და კიდევ ბევრი სხვა ვიდეოა, რომელიც ახლა ამოტივდივდა. საწოლში როგორც ხედავთ, უკვე ვიღას წევს. წევს იპოდიაკვანი გიორგი სუზუკი, მისი ყოფილი თანაშემწე. По словам Георгия Сузуки, когда он болел, გიორგი სუზუკის თქმით, მიტროპოლიტი ლოგიში ავადმყოფობისას უწვებოდა, თითქოს და სიცხის დასაგდებად. якобы, чтобы снять жар. სიცხესთან ბრძოლის მეთოდი ყველას თავისებური აქვს. ზოგი პარაცეტამოლს კლაპავს, зоგი ზმრიან წინდებს იცნობს, зоგი თურმე ბერებს ეხუტება. ოღონდ ილარიონი ახლა ამ ვიდეოსაც საჩივრებს გამიყალბეს და სინოდს ტყუილი დააჯერესო. Прожив с ним под одной крышей и наблюдая за ним. წელიწად ნახევარი ვიცხოვრე მასთან და დავინახე, რომ რწმენა და ეკლესია მისთვის მხოლოდ ბიზნესია. Церковь для него это просто как бизнес считается. Иварён начал ко мне домогаться сексуально. ჩემი სექსუალური შევიწროება რომ დაიწყო, პოლიციაში ვიჩივლე. ბუდაპეშტის პოლიციაში ახლაცაა აღძრული საქმე. Иварёна уголовное дело в Будапеште и ведется расследование полицейское. ამ საქმეში მარტო ჰომოსექსუალური ვნებები რომ იყოს, თუნდაც მიტროპოლიტის მონაწილეობით, რა თქმა უნდა, მოსაყოლიც არაფერი იქნებოდა. არც ერთი ეკლესია არაა უცოდველი და მით უმეტეს რუსული. მაგრამ ამბის მოყოლა მაინც გადავწყვიტე, რა კი მასში მამათა მიმართ ლტოლვის გარდა გაცილებით მძიმე ამბებია ჩაფლული. Иварён очень часто встречался с бизнесменами, с олигархами. ილარიონი ძალიან ხშირად ხვდებოდა ბიზნესმენებს, ოლიგარქებს, რომ ისინი მისი სპონსორები გამხდარიყვნენ. ხშირად ხვდებოდა დუბაიში. რუსი ოლიგარქებისთვის იქ ჩასვლა მოსახერხებელია. В Дубае, потому что русские олигархи для них хорошо приезжать, удобно приезжать в Дубае. В Дубае я видел, что олигарх ему передал довольно-таки крупную. მინახავს როგორ გადაუცია რუს ოლიგარქს დიდი თანხა. ილარიონი აწყობდა ამას ჩემოდანში და მიჰქონდა უნგრეთში. ხანდახან გვინაწილებდა ხოლმე თანაშემწეებსაც, რადგან ერთი ადამიანი ამდენ ფულს ვერ წაიღებდა. Что одному человеку невозможно столько денег вести с собой. Российский фонд. ბევრი ფონდი აქვს. ძირითადად რუსეთში. რუსი ოლიგარქები უმეტესად იქ ურიცხავენ ხოლმე, მაგრამ ომი რომ დაიწყო, რუსეთიდან ფულის გადარიცხვა გართულდა და მესამე ქვეყნებს იყენებდა, მაგალითად სომხეთს. Например, с Армении он стал переводить. Где будет сокровище ваше, там будет и сердце ваше. ყოფილი იპოდიაკვანი სომხეთს კი ასახელებს, მაგრამ ილარიონ ალფეევი ყოველთვის განსაკუთრებით საქართველოს ეთრფოდა. Сионский кафедральный собор был главным духовным центром грузинской православной церкви. ამიტომ ჩეხ ჟურნალისტებს და ნოვაე გაზეტას ჯერ კიდევ გასარკვევი ექნებათ იყენებდა თუ არა მიტროპოლიტი თავის მეორე სამშობლოსაც. ჯერ კიდევ თავისი იპოდიაკნობის წლებიდან. Прежде всего я сердечно приветствую вас, ваше высокопреосвященство. გულითადად მოგესალმებით, მახსენდება წლები, როდესაც თქვენ იპოდიაკვანი იყავით ჩვენთან. მახსენდება დედა თქვენც. Вспоминаю вашу маму. საქართველოში ილარიონის მოხვედრის ისტორიას სხვადასხვანაირად ყვებიან. მაგრამ ყველა აყოლებს, რომ ხუცურიც კი აითვისა და სიონში მედავითნეობდა. ოღონდ ეგ დიდი ხნის წინ იყო. 2018 წელს ის ორჯერ ჩამოვიდა უკვე მოსკოვის საპატრიარქოს მეორე პირის რანგში. ოფიციალური საბაბი იყო რაღაც მითიური კომისიის შექმნა, რომელსაც აფხაზეთში საქართველოს ეკლესიის გავლენის აღდგენის შესაძლებლობა უნდა შეესწავლა. თუმცა რა თქმა უნდა, არანაირი კომისია, ცხადია, არავის შეუქმნია. ილარიონის ჩამოსვლის ნამდვილი მიზეზი იყო ჩვეულებრივი შანტაჟი, რომელიც ხოთაშორის მერე ინტერვიუებშიც კი აღარ დაუმალავს.
თუ აყვებით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე იფიქრებთ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში კიდევ უფრო უარესად წაგივათ საქმე, ვიდრე ახლა და იქაურობას უბრალოდ ეკლესიურადაც მივიერთებთ. ამ ვიზიტებიდან სამ კვირაში შიო მუჯირი პატრიარქის მოსაყდრედ დასახელდა. აქ კი მართლა ძალიან ბევრი ჭორია და ყველაში წამყვანი სიტყვა არის FSB. მოსკოვის წმინდა ტიხონის უნივერსიტეტის დოქტორანტის შიო მუჯირისა და რუსული სპეცსამსახურების კავშირებზე ვერაფერს გეტყვით. სამაგეროდ ბევრი მაქვს სათქმელი ალფეევისა და სპეცსამსახურების კავშირზე, რომელთა ნაწილი ჟურნალისტურ გამოძიებაშიც კი მოხდა ახლა. პეტრე-პავლეს ტაძარი კარლოვი ვარიში რუსული საკონსულოს გასწვრივაა. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკონსულო დახურეს, დიპლომატები კი გააძევეს. სამაგეროდ ტაძარი უპრობლემოდ მოქმედებს და ფაქტიურად რუსეთის საპატრიარქოს საელჩო სტატუსი აქვს. ამ ტაძარში კარლოვი ვარიში დროდადრო ჩნდება ჩამოლაბორანტებული მიტროპოლიტი და ატარებს წირვას. ხანდახან. Петропавловскую церковь использовали агенты ГРУ со всей Европы. ეკლესიას იყენებენ რუსეთის სამხედრო დაზვერვის, გერეუს აგენტები მთელი ევროპიდან. საიდუმლო შეხვედრებისთვის, ევროკავშირის დესტაბილიზაციის ოპერაციებისთვის. ტაძარი კრემლის მექანიზმის ნაწილია, განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიპავსკიმ. კარლოვი ვარი რუსული დაზვერვისთვის ტრადიციული ბაზაა, რადგან იქაურობა ყოველთვის იყო სავსე რუსებით. თუმცა ამჟამად ჩანს უნგრეთში უფრო ხელსაყრელი გარემოა. სიცხის ალტერნატიული დაგდების სკანდალს ისეთი და იმდენი გაგრძელება მოხდა, რომ უნგრეთის შიდა პოლიტიკური ბრძოლის ნაწილადაც კი იქცა. ეს არის ჟოლტ შემიენი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე. ირკვევა, რომ ის თვეში ერთხელ მაინც ხვდებოდა ილარიონს. ამ ფოტოზე აჯილდოებს სახელმწიფო ორდენით. აქ კი თავად იღებს რუსულ საეკლესიო ორდენს მისგან. За мое присутствие. ჩემი თანდასწრებით ალფეევი რამდენჯერმე ვიქტორ ორბანსაც შეხვდა, მაგრამ უფრო ხშირი შეხვედრა შემიენთან ჰქონდა. ძალიან ხშირი. Министром встречался очень часто. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდო და ვიჭორავთ. რამდენად არის ეს შეხვედრები კავშირში უნგრეთის ოპოზიციის მიერ გახურებულ სკანდალთან, რომელიც შემიენს ბუდაპეშტის მოზარდი ბიჭების ციხეში რეგულარულ სტუმრობასა და გარყვნილებას აბრალებს. ამაგეროთ. По словам Сузуки, სუზუკი ყვება, რომ შემიენთან შეხვედრებზე ის და ალფეევი საუბრობდნენ რუსი ბიზნესმენებისთვის ცხოვრების ნებართვის მინიჭებაზე უნგრეთში, ინვესტიციის ან ჩვეულებრივი ქრთამის სანაცვლოდ. Да, они действительно это делали. რუსმა მიტროპოლიტმა რუსული ჟარგონით კანალი გაჭრა. რუს ოლიგარქებს ართმევდა ფულს თავისი ფონდებისთვის, თანამედროვე ვილებისა და მანქანებისთვის და ევროკავშირში ლეგალური გადაადგილების უფლებისთვის. ალფეევის ყველაზე დიდ სპონსორთა შორის იყვნენ დმიტრი პომპეანსკი, გოდ ნისანოვი, პიოტრ ავეინ და სხვები. სულ პუტინის ოლიგარქთა პირველი წრის ხალხი. вот BMW X7 митрополит Илариона. აი BMW X7 ილარიონის ლამაზი ნომრებით. MH მიტროპოლიტ ილარიონს ნიშნავს ლათინურად ჰილარიონი. სუზუკი ამბობს, რომ ეს BMW ერთ-ერთი ოლიგარქის ნაჩუქარია. თანაც პირველი არა. არა მომხოჭელმა მიტროპოლიტმა რუსეთის საელჩოს დახმარებით დიპლომატიური ნომრებიც მოიპოვა. ასე ბუდაპეშტში საცობებს უვლის გვერდს. Нумерация D понадобились ему для того, чтобы объезжать пробки в Будапеште. Были несколько часы и очень такие дорогие. რამდენიმე ძალიან ძვირიანი საათი ჰქონდა. როლექსი, პატე ფილიპი, აი ასეთი დონის. მე მომაბარა ილარიონმა გენდობი და ფრთხილად შეინახე ორბანს მინდა ვაჭუკო. Потому что я хочу эти часы подарить, Орбану. ეს კიდევ ერთი ძაფია, რომელსაც ჟურნალისტური გამოძიება მიყვება. მათი ბიოგრაფიების შესწავლისას კავშირი არის იოლის შესამჩნევი. ალფეევი და ორბანი ერთსა და იმავე დროს სწავლობდნენ ოქსფორდში. ითვლება, რომ ერთმანეთს სწორედ იმ დროიდან იცნობენ. იაპონიის მოქალაქე იპოდიაკوامა სუზუკიმ საათები და სხვა მიბარებული ძვირფასეულობა კარგად შეინახა. მაგრამ როცა ყელში ამოვიდა ილარიონის ვნება, გაიქცა. მეშინოდა, რომ გავლენიანი მეგობრების დახმარებით გზიდან დაამბრუნებდა, ამიტომ ასე დროს ავიღე ბილეთი და გავფრინდი იაპონიაში, როდესაც არც ილარიონი იყო ბუდაპეშტში და არც მისი სხვა თანაშემწეებიო. ახლა ამბობს. Явно стал выражать, что я тебе никуда не... დამემუქრა, არ გაგიშვებდა ძალიან განანებ ჩემგან წასვლასო. როცა წავედი, ფულს უნთავაზობდა, მოდი ხელფას დაგინიშნავ ჩემი ფონდის სახელითო. ეს იქნებოდა кртами დუმილის სანაცვლოდ. არ უნდა მელაპარაკა მის სექსუალურ დამოკიდებულებაზე ჩემთან, მის სხვა საქმეებზე. А его отношение лично ко мне в таком сексуальном характере. გიორგი სუზუკიმ იაპონიაში გაიყოლა რამდენიმე ძვირიანი საათი. თავად ახლა ამტკიცებს, მძევლად ავიყვანე საათები, რომ დავეჭირე და მერე მევაჭრო. მერე ჩასვლის შემდეგ იაპონიის ელჩის ხელით გადასცა ალფეევს, მაგრამ იმან უკვე მოასწრო პოლიციაში განცხადების დაწერა და დღეს სუზუკი საერთაშორისო ძებნილია. Компании против меня ჩემს წინააღმდეგ კამპანიაში მონაწილეობენ საერთაშორისო ძებნილები, საერთაშორისო კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, რუსეთის მტერი პრესა, სპეცსამსახურები, წოდება ჩამორთმეული ყოფილი სასულიერო პირები და სხვები. бывшие священнослужители. ალფეევის მომხრეებს მტკიცეს ჯერათ, რომ ეს ასეა და რომ მიტროპოლიტის
შერისხვის მთავარი მიზეზი უკრაინაში ომის მიმართ მისი ნეგატიური დამოკიდებულებაა. თუმცა ბევრიც ეძებოთ ომის მეტად თუ ნაკლებად მკვეთრ და ერთ მნიშვნელოვან გმობას მის ქადაგებებსა და სტატიებში ვერ მიაგნებთ. გაცილებით იორა დადასტურებადია, რომ ბუდაპეშტთან ახლოს ფლობს სახლსა და მამულებს 2.150.000 ევროს ფასად. პენტჰაუს ესპანეთში მილიონად, შატო საფრანგეთში, ჟენევის ტბის ნაპირას, რომელიც დაახლოებით 9 მილიონი ღირს. 4 ოთახიან ბინას მოსკოვის ცენტრში, ძვირფას საათებს, ძვირფას მანქანებს რამდენიმე ქვეყანაში. რასაც ბერი არ უნდა ფლობდეს და რომ სხეულის სნეულებებს ფრია და ალტერნატიული მეთოდებით მკურნალობს. ამის პოსტსკრიპტუმად. ილარიონ ალფეევის პოლიტიკურ, რელიგიურ, სექსუალური დეტექტივი ერთის მხრივ კარგი ილუსტრაცია, რას წარმოადგენს რუსული ეკლესია და მისი მმართველობა. როგორაა შეზრდილი პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, სპეცსამსახურებთან და ოლიგარქიასთან ზოგადად. მეორეს მხრივ კარგი მიზეზია და საბუთი, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, ვის ხელშია მოსკოვის საპატრიარქოს ურთიერთობა ქართულ ეკლესიასთან. ვისაბარია მისი შანტაჟი და თვით საკადრო პოლიტიკაც კი. რას დავიდით? იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლური ვაშინგტონში.